მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ Marvel Legendaries და ამჯერად მეორე Mastermind-ების ჯგუფი Legendary versus 99-დან, რომელიც გახლავთ აი ეს ჯგუფი, მათ ამ წუთში ხელმძღვანელობს ავატარი, CEO of Alchemax და გვიანების Mastermind-ების ჯგუფს ქვია Alchemax Executives, ანუ Alchemax-ის ხელმძღვანელობა მოკლედ. ყოველთვის, ხელმძღვანელობა რა თქმა უნდა Alchemax Enforcer-ებს, თუმცა ორივე გვიანების ჯგუფი ამ წუთში ჩაჭეხილია, ისე როგორც წინა შემთხვევაში, ეს დამატებითი გმირი უნდა დავამატებია Hero Decks და თავისთავად მე Adept უნდა გავაკეთოთ, ანუ აუცილებელი არ არის ეს იყოს, ამის მე უნდა ავჩეხოთ ახლა და ეხლა ნახოთ ვინ ჩაუდგება სათავეში. ანუ ჯერ ვაკეთებთ setups და მე ვჩეხავთ რომ adapti გავაკეთოთ. მაშ ასე სათავეში ჩაუდგა ჯგუფს Fear Master-ი, VP of Public Eye და Fear Master-ი აკეთებს შემდეგს. Fear Master gets +1 for each grey hero you have. შვიდი სიცოცხლე და რამდენი grey hero-ს ყავს ხელში, იმდენი პრევიზიო სიცოცხლე აქვს და Master Strike-ზე put the two lowest cost heroes from the HQ in the escape pile. კი ბატონო, და Cyber Mode ყვითელზე count the number of ყვითელი cards in the escape pile. Each player discards that many non-grey heroes, then draws a card for each card they discarded this way. აუ, რა საშინელება. კაი. მოიცა უკვე Adept-ი გააკეთა? ხო, თავიდან Master, ანუ setup-ზე Adept-ი აწერია, შესაბამისად Adept-ს აკეთებს. რა შეეხება სქემას? სქემა გახლავთ ესეთი Befoul Earth into Polluted Wasteland. რომ უნდა დავამატოთ კიდე ერთი გმირი დასტას და 8 twist-ი იქნება თამაში, რომლებიც წარმოადგენენ Toxic Sludge, ან ტოქსიკურ ნარჩენებს, ასე ვთქვათ. Put twist როცა put the Toxic Sludge under the HQ space. No space can have two sludges unless all spaces already have one. ანუ თითოეული HQ-ს ქვეშ ნეტ უნდა დავდოთ და თორსა სახუთვე შევისვა, მე შეგვიძლია მეორეზე გადავიდეთ და special rules, როდესაც თუ დავაგრეკუტოთ გმირი, რომ ის ქვეშაც არის ტოქსიკური ნარჩენები, ორი რეკრუტით მეტი უნდა გადავიხადოთ და შენიშნულ განმავლობაში შეგიძლია რომ ნებისმიერ როდენობის ტოქსიკური ნარჩენები გადავაგდოთ HQ-დან, ასე ვთქვათ, ჩავრეცხოთ დინარეში და თუ ამას გავაკეთებთ, უნდა დავაქეიოთ ყველა sludge, ანუ ყველა ტოქსიკური ნარჩენი და ყველა გმირი, რომელიც ამ ტოქსიკური ნარჩენის თავზე იქნება და მე თვითონ მოთამაშე მიიღებს ვუნდს. და ბოროტება მოიგებს თუ გამოიწურება გმირების დასტა, რაც ნაკლებად ვარაუდოა. ან მეორე ვარიანტია, რომ 8 ტოქსიკური ნარჩენი თუ აღმოჩნდება ან HQ-ს შემოსული, ან დაქეივებული, წავაგებთ. მოკლედ, ანუ თუ 8-ს კი მთვისით ამოვიდა, წავაგებთ. ყველა ვარიანტში მარტივად ვთქვათ, ასე გამოდის რა. ანუ საკმაოდ სწორხაზოვანი სქემა არის, უბრალოდ 2 მეტი ღირსი თეორიული ტოქსიკური ნარჩენისთვის, ეგ უნდა გავითვალისწინოთ და ასევე შეგვიძლია დავაქეიოთ, მაგრამ ეგ მარტო იმ შემთხვევაში თუ ალბათ ფასებში ძალიან გაგვიჭირდება. შემოვიყვანოთ გმირები, Doomblast-ი ვიცით, მომავალ დაბრუნებული კი არა, წასულიდან დროში ამოვარდნილი Doom-ი. სამიღრებული და ორშეტევი და Cyber Mode-ით. ეს გახლავთ Old Man Logan-ი, ეს დავამატეთ Secret War-იდან. სამიღრებულება აქვს ყვითელი ბარათია, Last Survivor ქვია, ორშეტევა აქვს ყვითელი ბარათი, you may KO card from your hands or discard pile. If you KO wound this way, draw a card. შვენი ბარათია. და ასევე Wolverine დავამატეთ ოღონდ შემთხვევაში ეს არის Dark City-დან. Sudden Ambush-ი, 4 ღირებულება, ყვითელი ბარათია, ორშეტევა აქვს და თუ აიღე ამ სვლაზე რამეოდენობის ბარათებიო, პლუს ორშეტევა აიღე. შემდეგ არის Doom-ი, ისე Dr. Doom-ი, Flash Crafted Doombot, სამშეტევა 6 ღირებულება და you may look at the top 3 cards on your deck. Of your deck, if you do, send one of them undercover and put the rest back in any order. სამშეტევა აქვს. ყველა შეტევიან ბარათი ამოვიდა ახლა და subvert this new feature. Subvert this new feature, with Rouge Baratia, Doomis, ესეც ვიცით, ანდაკავაში შეგვიძლია გავუშვათ და პლუს 1 მივიღოთ, თორემ ისე ორი რეკრუტი. აი, წინაზე დავიწყე, მე მგონი, ახლა შეინჯერია მივიღოთ დაწყების. კარგი, ვილენდეკი გავხსნათ, პირველი შემოდის
Loki 2019 Loki-ს უკვე ვიცნობთ, ორი ურუინჩედი ვეფონი აქვს, False Aesir of Alchemax. Ambush shuffle the Master Strike from the KO pile back into the villain deck, არა გვაქვს და Fighter Fails-ზე თუ გამოვლენისას Master Strike-ს გამოვლენით და ითამაშეთ. მე მაქვს 1 2 3 4 5 ფული და 1 შეტევა. მე ამ 5 ფულად მოდი ერთი თვიყიდი იმ დოქტორ დუმს რეკრუტი გვაქვს. 3 თვიყიდი მაგას. ამოვიდა Ghost Rider-ის Hellride აკვალათია, ორი შეტევა და კიდე Cyber მოდები. და ჩაორი ფული, რომელთაც ავიღებ Sidekicks. კი ბატონო. კარგი, ჩემს შემოდის Doombotების ლეგიონი, ეს არის ჩვენი basic game-დან. Fight cell, look the top 2 cards of your deck. KO one of them, put the other in the deck. კარგი. მე მაქვს 6 რეკრუტი. ვიღირი აგერ ამ Doombots ალბათ, კი არა ამ Dooms, სანამ შემიძლია და შემიძლია მოჩა. შემოვიდა Loner, Olden Logan-ის ორი კლასი აქვს, ყვითელი და წითელი, 5 ღირებულება, ორი შეტევა აქვს და if you don't recruit any heroes this turn, you get +2 attack. Okay. შემდეგ შემოდის Skim Twist-ი, ეს Skim Twist-ი მოდის რომელიღაცის ქვეშ, რომელი გავაძვიროთ დაჩი? მე რა ვიცი რას ვფიქრობ? ყველა შეტევა აქვს. ეს გუნდებს მოქეებებს ყוטება რაცე, ეს ორნაირი ფერია, ესეც შეტევა არის, ამ ორ Cyber მოდები ჭირდება. რომის აღება გინდა შენი მის მიხედვით? მე ამის აღება მინდა. ალბათ ყველაზე იაფიანი, სამიანი მაშინ. ხა ეს გავაძვიროთ მაშინ. ხო, მაგრამ მაგას უნდების შეუულია. შეუულია, ყוטება რა ჭირდება? ხუთიანის აღებას აპირე? მოგწონს? ნუ იდეაში ორი შეტევა აქვს და თუ არ იყიდი არავის, პლუს შეტევა ეძლევა და ორი ფერი აქვს. მართალია. რა ვიცი, შენ რომელიც გინდა ის გავაძვიროთ. Wolverine ძალიან კარგი არის? ეს ორი შეტევა და თუ ამ სულაც ბარათი აიღეო, პლუს ორი შეტევა. თუ გინდა ეს გავაძვიროთ. ნაუ ჯერჯერობით ბარათი აღება? კი ბატონო, всё მაშინ. შენ ჯერი. მე მაქვს 3 ფული და 3 შეტევა. 3 ფულად მე ავიღებ ამ Dr. Dooms. შემოვიდა Spider-Stick webbing-ი. და 3 შეტევად მე მოვკლავ იმას. კი ბატონო, ზედავე ბარათი ნახე, ერთ და KO. მე ზედავე ბარათი ორივე Dr. Dooms არა. რომე დავაქეიო, KO. შეტევებს გადავაგდებ ახლა. და მოჩა. ისე Doombotების ლეგიონი შემოდის. მე მაქვს 4 შეტევა და 2 რეკრუტი. რეკრუტს ვიყიდი Sidekicks. 4 შეტევით მოკლავ Doombots. ზედავე ბარათიდან ერთ-ერთ დავაქეიოებ. მეორე სოლებს თავზე. ჩემი თუ დამთავრდა. შემოვიდა Hela 2019-ის. Hela არ შემოსულა ჩვენ წინა თამაში, ესეც არის False Aesir of Alchemax-ი. ორი ურუინჩეთით ვეფონი აქვს, სამი შეტევა აქვს, სამი სიცოცხლე აქვს ისე. Fights-ზე henchman villain from any player's victory pile enters the city. Fights-ზე. ემბუშზე რა. მე მაქვს Sidekick-ი. ორ ბარათს ვიღებ. მე მაქვს შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 ფული და 1 შეტევა. რა ვიცი, ჩემი აზრით ის უფრო შემდეგი თამაშის არის. ხო. ეს გინდა? ამას ავიღებ. კი ბატონო. ეგ 3-იანი დახარჯე. რამდენი დახარჯე? 3, 5, 2 დარჩა კიდე. Sidekicks ავიღებ. ის Sidekick-ი დააბრუნე. ვერავის ვერ ვიყავ, შენ ის მომორჩა. Master Strike-ი, Master Strike-ზე ხდება შემდეგი, გავიხსენოთ, ესე იგი put the 2 lowest cost heroes from the HQ in the escape pile. ესე იგი ეს და ეს. გაიქცენ. და საბერმო ყუთელზე ყუთელი არის, კი ბატონო, count the number of ყუთელი cards in the escape pile, 2-ია, then draw then discard deathmane non-grey heroes, then draw a cards ამ იმდენი დააიღო, რამდენიც გადაისკარდებოდნენ non-grey hero-ები ამ ყავს ხელში.
შესაბამისად ეს გმირად არ ითვლება. ამიტომ მე მაქვს ერთი ნონგრეი გმირი. ასე ზოგადად დისკარდებ. და ისეთი ავიღე. ხო, დისკარდ და აი ახლა. კარგი, შემოვიდა ავატარი. რომელსაც მასე სტრაიკი აქვს უბრალოდ, რომელსაც მე ვნახავთ რა ხდება მასე სტრაიკზე. აი ეს გავაკეთეთ. აქ შემოვიდა ორი ახალი ბარათი. ფალკი, რომელიც უნდებს უშვებს სანდექავაში და საიბერმოდს დუმბოტი, კი არა და დუმი. მე მაქვს 3, 4, 5 რეკრუტი ბაისტენდერის გადარჩენა და რაც აღება. ბაისტენდერი რო გადავარჩინე მე უნდა შეიძლება დააქეიო შენი გმირიო და დავაქეიოებ შეტევას. და ბარათს ავიღებ და ეს ბარათი არის 3 შეტევა. ამ 3 შეტევით რა აზრია რომელიმე თამაშს? აი, ვეცდები რომ არა ეს აქედან შემოყვანიებს ჰენჩმენს არ მინდა. არ აქვს რა დავარტყავ. ჩემი სულ მორჩა ეს წავიდა. ქონდა რამდენი რეკრუტი? 1 2 3 4 5 რეკრუტი. არა, 4 რეკრუტი. 4 რეკრუტად მე შევიძენ ტეკვარათი მინდა, ტეკვარათს წავიყვან. კი ბატონო, და ჩემი სულ ამით დამთავრდა. შემოვიდა Death Beyond Death. გოსაიდეთ თებერათა 5 ღირებულება 3 შეტევა აქვს და თუ Marvel Knight გათამაშები, make KO henchman from your victory pile. If you do get +2 attack and you may do that henchman's fight effects. Okay. კარგი, შემოდის watchcoid-ი. საერთოდ ყვითელზე და აქვს მიიღებს პლუს შეტევას, ან 5-20 გავხდა ამას, წითებარათები არ არის და ambush put the top card of the hero deck into the escape pile. Yay. კიდე ყვითელი ბარათი. Captures all bystanders from the villains. Villainები არა, bystanders შემოსული არიან თამაში. მე მაქვს 4 ფული და 2 შეტევა. 4 ფულად მე ავიღებ Cyber Mod, არა ქვია მას Doom Blasts და მოურჩევი სვლას. კარგი, შემოვა 1 ბარათი. ეს არის No Mercy, ლულუწვანი ბარათია, ლულულერინის draw a card, you may KO card from your hand or discard pile. შეტევა რა, არაფერი, უბრალოდ შეიძლება draw card-ი გააკეთო და აქეო ბარათი შენი ხელიდან discard pile. კარგი, შემოდის ფალანქსი, ეს fights-ე reveal attack barat hero or KO one of your heroes with attack icon. Okay. მოკლედ შეგიძლია ვიმსი. არ ვიცი. და მე არა მგონი. კარგი, 2 რეკრუტი, 5 რეკრუტი, 3 შეტევა, ტეკვარად ნათამაშები არ მაქვს, ფალანქს მოკლავ, ტეკვარად მაქვს და ამიტომ არ დავაქეიოებ არავის. ფალანქსი წავიდა, 5 რეკრუტი შევიძენ ამ წვანე ბარათს. და ჩემი სულ ამით დასრულდება. ეს კი ვერ ჩინო მომენტ, მაგრამ რეკრუტები მჭირდება. შენ წვანე ბარათი რა გიგე, ხო ასე? არა. რეკრუტები მჭირდება ჯერჯერობით მგონი. კაი. Wolverine-ის ყვითელი ბარათია, Animal Instincts, შეტევა ასათ არა, draw cards გაზრდო, ყვითელი ბარათზე პლუს შეტევას გასცემს. კარგი და აქედან შემოდის Thor 2019, ურუინჩების ვიფონი, ambush each player discards a card from that costs 5 or more or gains a wound. Fights-ე put a card from that costs 5 or more from your discard pile in the bottom of your deck. აი მე 5 ღირებულებიანი ხელში არ მეყოლება, იჭუ მაქვს. შენ ყავს, მაშინ ვუნდი აიღე, შენს და მეც. არა ვაყავთ თქო უნდა. 1 ვუნდი შენ, 1 ვუნდი მე. 3 ვილენია ურუინჩეთები შემოსული. რაც ძალიან რთულია ჩვენთვის ამიჯერ. და არაფერი შეტევა არა მაქვს. ვირა კარგი. 5 ფული მაქვს და 2 შეტევა. ამ 5 ფულით მე ვიყიდე რა Ghost Rider ხარ გინდა შენ? არა. მაგრამ 2 წამი მე Marvel Knight-ები საერთოდ არ მყავს. ამიტომ მოდი იმას ავიღებ მე. ყვითელი და წითელი რო არის ერთობად. იმიტომ არ ვაპირებ ფულის კარტას. კარგი. შემდეგ შემოდის Skim Twist-ი, რომელიც ამოუდოთ ახლა რა ვიცი, ალბათ ყველაზე ნაკლებულები ესაა და მას ამოუდოთ. შემდეგ მე მაქვს 3, 5 შეტევა და 2 რეკრუტი. 5 შეტევით შემიძლია მოკლა მარტო ეს, სხვას ვერ შევკლავ ამას. იმიტომ რომ ურუინჩეთ მეფონი აქვს ამას. რამდენი 2? 2. ამასაც 2 აქვს და ამას აქვს 1.
ეს მოგან ამას არაფერი ფაიცი არაფერი არ აქვს. ორი რეკრუტით შევიძენ აგერ ამბარად და ჩემი ხმა ამით დასრულდება. შემდეგი შემოდის დუმბოტი. მოდი მე ვთამაშებ ჯერ sidekicks, ორ ბარათს ავიღებ. მე მაქვს 5 შეტევა და 7 ფული. მე მგონი 5 შეტევა მოვკლა ხო ვიღაცა. დუმბოტს მოვკლავ. ზედავებად ნახე და ერთ აკეივა. Perfect. და 7 რეკრუტით მოდი ვიყიდი რამეს თუ შეიძლება. დავაი. მოდი მე ვიყიდი Dark Mango Night იმ რა ქვია იმას. Ghost Riders. და ამას ვიდებ ჩემდეგის თავზე. Cataclysmic Frenzy, რაღირებულების ჰალკის რეარბარათი 4 შეტევა აქვს და for each player either send a wound from your other player's discard pile undercover into your own victory pile or the player gains a wound. Cyber mode wounds you get +1 attack for each wound in your victory pile. და ორი ფული რაც დამჭა მაგით ავიღებ. კი ბატონო, ეს წავიდა. შემოვიდა ახალი ეს გახლავთ Cyber Nostra ეკბარაც Cyber mode ტექსე +1 იღებს თითოეულისთვის არ არის ambush put the top card top card-ზე ჩავდე აგერ წითელი ბარათი და fight-ზე Cyber mode ეკბარათი იქნება. პატივცემული ხალკი რომელიც ვუნდი არ აქვს გავუშვა undercover-ში ერთი შეტევა და ეკბარათი ამოხსნა undercover-ში, ამიტომ ეს უბრალოდ 3 შეტევა არის. შესაბამისად 4 შეტევა და 5 რეკრუტი 4 შეტევით თითოეულ ეკბარათისთვისო ეკბარათი აქ არ არის საერთოდ, ამიტომ შესაბამისად ამას ვკლავ. ეს fight-ს მეუბნება რომ KO one of your heroes-ო, მაგრამ იქ არავინ არ არის, შესაბამისად არაფერით არ ემატება ამას. უბრალოდ ერთი მოკდა და არავინ არ დავაქეიოეთ და 5 რეკრუტით შევიძენ 5 რეკრუტით შევიძენ, მოდი მწვანე ვარად შევიძენ. და აქ შემოვა Spider-Man-ი 1919 ვილენებიდან შემოვა Phalanx-ი. Phalanx რამე ემატება? Fight-ზე გეუბნება რომ შავი ბარათი გამოვავლინეთ, ეკბარათი გამოვავლინე, ან გმინი დააქეიოე. მე აქვს რომელსაც აქვს დარტყმაო, თარგმნის აიკონი. 4 ფული და 4 შეტევა. 4 შეტევად მე მოვკლავ ახალაც მოვიდა. დიახ. ეკბარათი გაქვს? არა. მაშინ დააქეიოე კარტი. ამას დავაქეიოე. კი ბატონო, დარტყმიანად დააქეიო, კი ბატონო. შემდეგ მე მაქვს 4 ფული. რომლითაც მე ვიყიდი იმ ყვითელ ბარათს. ამას ხო? თუ ეს ხო ამარა. რომელი გიჩვენია? ეს გიჩვენია თუ ეს გიჩვენია თუ ეს გიჩვენია, რომელი გიჩვენია? ეს ყვითელი თუ გაქვს უკვე ნაყიდი, ყვითელზე გეუბნება რომ შეგიძლია დააქეიო ხელიდან კარტი ან discard pile-დან თუ ვუნს დააქეიო კარტი აიღო და ორი შეტევა. ეს ყვითელი არის, დრო კარტი გააკეთე და ყვითელ ბარათზე ორი შეტევა. მე მგონი ეს უკეთესი არის სიმართლე თქვა. კი ბატონო. ალბათ ამას ვეღარ ავიღოთ ვეღარაც დროს, იმიტომ რომ ამოვიდა Ravage's Rare ბარათი, რომელსაც 8 რეკრუტი აქვს და ასე შემდეგ. ეს ბარათი ვიცით. ახლა უკვე 10 აქვს, კი ბატონო. კარგი, ვილენებიდან შემოდის Skim Twist-ი. Skim Twist-ებს აქეთ ქვემოთ, ალბათ ამის ქვეშ უნდა შემოვდოთ შეჯერობით. კი ბატონო. კარგი, ნუ დაქეიოება ჯერ არ გვინდა, ხო რათალია? ამჭირდება დაქეიოება. ხო, დაქეიოება ჯერ Andrea, 2 რეკრუტი, 2 შეტევა, 1 ვუნდი და კიდე 2 შეტევა, რომელიც მეუბნება შეგვიძლია ეს კარტი გავუშვა undercover-შიო და ერთი კარტი აქედანაც გავუშვა undercover-შიო და ნუ მე Cyber mode-ზეო და undercover-ში გაშვება ეს გავუშვა undercover. რვიანი? ხო, არ ვერავინ ვერ იყიდის. ნუ ჯერ ვერ იყიდის თორე. ხო, რა ვიცი, მე მგონი ამ გაზ გაშვება არც ეს რა გვინდა undercover-ში, ხო? ხო, მე მგონი მაგერები კარგები არიან. მაშინ არავის არ გავუშვა undercover-ში, იყოს ეს როგორც არის. 4 შეტევა და 2 რეკრუტით. ლოგის მოყრაცადე.
Master Strike-ებზე არის ლოგი და არ მინდა რომ დაემატოს ამ 4 შეტევათან არაფერი არა. აი, არაფერს არ უშვები. ავიღებ Sidekicks 2 რეკრუტით და ჩემს მომორჩება, შემოდის ვილანი, კიდე ერთი ჰელა შემოდის. 2 ჰელა არის? უკვე 2 ჰელა თამაში. მაგ ჰელას უბრალოდ 2 ის აქვს, ხო? მაგ ჰელას 2 ურუინჩეთი აქვს და პლუს ვილეი ესა შემოყავს, აქვია ვიქტორი ფაილიდან შემოყავს ვინ ჰენჩმენი. ის დიდი ტიპი რო არის? Thors 1 ურუინჩეთი ვიფონი აქვს და ფაიტზე put a card of course 5 or more from your discard pile or on the bottom of your deck. კაი, ჯერ მაგას ვერ მოყვება. 5 შეტევა მაქვს და 3 ფული. ლოკის მოკრას ვწდება. კი ბატონო. პლუს 2 უკვე 5-ია. პლუს 3. No. Fight of Hell ნიშნავს რომ სხვაზე ვერავის ვერ იყენებ ვერაფერს. ორჩა შეტევა, შენ შეტევა ჩავარდა. მე მაქვს 3 ფული, მოდი ვიყიდე. შენობის არის და ბატონო. კარგი, შემოვიდა Cyber Nostra ისევ. ტექბარაც არ არის, გმირი მყავს ერთი აქედან, ეს ყვითელი და წითელია. ჩემი სვლა არის, ჩემს სვლაზე მე მაქვს 2 რეკრუტი, 3 რეკრუტი, 1 შეტევა, 3 შეტევა და ეს მეუბნება რომ თუ ითამაშეო გმირი რომელსაც შეტევა საიკონი აქვს, 2 შეტევა მიიმატეო, თუ ითამაშე გმირი რომელსაც ჰქონდა რეკრუტი საიკონი, 2 რეკრუტი მოიმატეო. მე მაქვს შეტევიანი ბარათი 3, 4, გახდა 6 შეტევა. ყველა ვარიანტი მოკლედ ვიღაცა ეხლა თორე ახლა იქნება ჩვენი საქმე. აი ნუ საერთოდ უნდა მოკლედ ყველა ვარიანტში, ესა 3 შეტევა დავხარჯე ამაზე. ფაიტზე და არავინ არ ყავდა იქ შეთავაზეთ ეს წავიდა და მეორეს ვერავის ვერ მოკლა, ამიტომ ჩემი ამით მორჩა. ეს დაბრუნდა საიდკიკებში. და რეკრუტი მქონდა 3 შესაბამისად 3 რეკრუტად შევიძენ ყვითელი ბარათი მეგონი არა მაქვს მე ამიტომ ავიღებ Sidekicks აგერ ჩემს დამორჩა შემოვიდა Venture Ambush-ზე კი ბატონო ეს და თავზეო წითელი ბარათია და ლურჯ ბარათზე იჭერს Non-Grey გმირს შენი discard ფაილდანო ლურჯზე ლურჯი არა ამან აქ მეგონი ლურჯი არ თავს კი ბატონო მე მაქვს 1 2 3 4 5 2 წამი, ხო, 5 შეტევა. მე ამას ვიზამ draw cards გავაკეთებ და კიდე 2 შეტევა არის, რადგან ყვითელი ბარათი მეთამაშები მაქვს. ეგ არის 5-7 შეტევა. და შემდეგ მაქვს 8 და 9 ფული შემიძლია ავიღო. ანუ 8 ფული მაქვს და 7 შეტევა. მე მგონი ჯობია რომ ჰალკის ის უყიდო, ხო? თუ შეგიძლია იყიდო. კი შევიდია. იყიდე. მაგას ვიყიდი. მაშინ ლოკის მოკლა. ახოთ. +1. შანსი არა. +3. 4 დაემატა, მაგრამ ზუსტად ყოფნის აგინ. ვაიმე კიდე ერთი ლოკი არის. კიდე კაი ქვეშიდება. ქვეშ კი არის და იჩეხება. იჩეხება? ქვევით იდება და იჩეხება. კაი, ეს მოკვდა ნებისმიერ შემთხვევაში. კი ბატონო. კარგი, შემოდის კიდე ერთი Venture-ი. კიდე ერთი ბარათი, შესაძლოა თავისად არ მუშაობს. შემდეგ მე მაქვს შემდეგი ბარათები. მოკლედ, ეს მეუბნება რომ draw a card და you may KO a card from your hand or discard pile. კი ბატონო, დავაქეოთ აგერ შეტევა ერთი. შემდეგ თამაშობ მწვანე ბარათს ჰალკისას, რომელიც მეუბნება რომ 2 რეკრუტი გაქვს და შეგიძლია გუნდი გაუშვო Undercover-შიო და ასევე მწვანე ბარათს შეგიძლია ერთი გმირი გაუშვო Undercover-შიო და მოდი Undercover-ში გავუშვებ ამ ბარათს, რომელიც 2 შეტევა არის. მაგის Sidekicks გავუშვებ Undercover-ში. ეგ არის 2 შეტევა, 2 შეტევა, 2 რეკრუტი, 4 რეკრუტი და კიდე 2 შეტევა. ესე იგი 4 შეტევა და 4 რეკრუტი აქვს. 4 შეტევით მე მგონი ვერავისაც ვერ ვკლავ. არა. ხო ასეა. ვინ ეცადე მაინც? ეს ვქენი. 5 შეტევა მქონია, ბოდიში. 5 შეტევა. 2, 4, 5 შეტევა, ხო? 5 შეტევით რომელიმე Venture. მე ამას ვკლავს ვერას ვკლავ. კი ბატონო და 4 რეკრუტით შევიდნენ
გემა შევიდე და მოჩება ამის ჩემი სვლა. შემოდის Master Strike-ი. Master Strike-ზე ხდება ესეთი რაღაცა. Put two the highest cost heroes from the HQ into the escape pile. ეს წავიდა escape pile-ში და ეს წავიდა escape pile-ში. Then Cyber Mode Luigi არ არის, each player gains a wounds, არ არის და adapt. Each player gains a wound, ჩათვის გაიქნებოდა. შემოვიდა John Herody Executive VP. Cyber Mode 2 წითელზე, იღებს +5, 2 წითელი უეჭველი არის, შესაბამისად ამას აქვს უკვე 13 სიცოცხლე. და Master Strike-ზე put two right most heroes from the HQ into the escape pile. Okay, და Cyber Mode წითელზე კიდე რაღაც დამპყრობა ემატება. აი, მაგ ნახოთ მე რა იქნება თვალსაჩინოს. მოკლედ, ეს ამბავი მოხდა. შემოვიდა Hulk-ი და შემოვიდა კიდე ერთი Spider-Man. შეინჯერა დაჩი. მე მაქვს 4 შეტევა. Hulk-ის რარისგან და ორივე ვიღებთ wounds. Okay. და შემდეგ ჯერზე თუ მექნება კიდე ეს ამას ორი თამაშები discard-ში ვინდი რაღაცას ვიდან გავაკეთე. Discard-ში? Discard-ში, ხო. Wound from that discard pile undercover into your own victory pile. როცა ვითამაშებ მე. შენიგან შეგილია თუ ჩემგან შეგილია? შენგან და ჩემგან. For each player. Okay. 5 ფული და 4 შეტევა. 4 შეტევით მე მგონი ვერ მოკლა ვერავის. 4 შეტევა მაქვს მარტო მოკარტით? ხო, ყველა ფული მაქვს დანარჩენი. სამწუხაროდ. 5 ფულად მე მგონი მე ავიღებ, რადგან ეკპარათების შემდგომ უმეტესად მე ავიღებ იმ Wolverines. მიგე? და მოხდე? ეს არის Rage Out 6 ღირებულების Wolverine 3 შეტევა და Cross Dimensional Wolverine Rampage აქვს. ანუ Wolverine-ები უნდა ყავდეს Victory Pile-ში. ავიღებ Zapdos. კი ბატონო, შემოდის დუმბოტების ლეგიონი. მე მაქვს 3 შეტევა და 3 რეკრუტი. 3 შეტევას მოკავ დუმბოტებს, თავისთავად. ზედაურ ბარათს ვნახავ და დავაქეიოებ ამას და 3 რეკრუტად შევიძენ აგერ ამას და მორჩება ჩემი შვა. არა. Detects vibrations 4 შეტევა აქვს უხსნებულებიანი reveal the top 2 cards of the villain deck and put them back in any order და Faith with Future აქვს ამას ძალა შემოდის Phalanx-ი ძალიან ცუდი რაღაცა აქვს ძალიან ცუდი ხელი მაქვს მე მაქვს 8 ფული და 1 შეტევა მეტი არაფერი სამწუხაროა მე შემიძლია იო გავაგზავნო undercover-ად და გავაგზავნი. კარგი, escape-ზე Hellas აქვს, რომ each player KOs 2 henchmen from the victory pile or gains a wound. I will gain the wound. მეც უნდა ვიღებ რა. აგერ wound. კარგი, შემდეგ მე ვითამაშებ Wolverines, რომელიც მეუბნება რომ ბარათი აიღეო და შეგიძლია დააქეიო ხეილა ბარათი ან discard ფაილიდანო. ფაილიდან დავაქეიოებ აგერ ამ ბარათს. და მე ვითამაშებ ამ ბარათს, რომელიც მეუბნება რომ wound-ი შეგიძლია გაუშვა undercover-შიო. და ერთი გმირიც მეაყოლო და ეს გმირი იქნება Hairball-ი, რომელიც მეუბნება რომ ერთი კარტი აიღებდა და შეტევა კონდესო. შემდეგ ვითამაშებ ამ ბარათს, რომელიც არის 3 შეტევა. Tekbarati ანუ ყავს ჯერ კიდე undercover იმაში თამაშებით. Tekbarati შეიძლება ქონდეს. So you may take look at top 3 cards of your deck. If you do, send one of them undercover and put rest back in any order. აი, ნუ არ მინდა, მოკლედ 5 შეტევაა ეს. 4 რეკრუტი და 7 შეტევა. 7 შეტევა და 4 რეკრუტი. 7 შეტევით შემიძლია მოკლა ეს 2 და ამას მოკლავ. ამ Tekbaratis გამო არავის არ ვაქეიოებ და ამის გამო ზედაობარას ნახავ და დავაქეიოებ ერთს. Okay, შეტევას და მქონდა 4 რეკრუტი, 4 რეკრუტად შევიძენ აგერ ხუთებარას და ჩემი თქმა მორჩება. წითელი Wolverine, ესა 2 შეტევა და if you drew any extra cards this turn you get +2 ეს ვიცით. შემდეგ შემოდის Tori, ambush each player discards a card that costs 5 or more or gains a wound. მე არა მაქვს.
უღრებულებია. აგერ გუნდი, მეც გუნდი. Cataclysm Frenzy. ჩემიდან ავიღებ ამ გუნდს და დავდებ აქ და შენ გუნდიც მომეცი და შენ გუნდსაც ავიღებ. ეგ არის 6 შეტევა ახლა, იმიტომ რომ საიბერ მოდი არის გუნდზე და თითოეული შეტევა არის. შემდეგ მე ვითამაშებ Loner Wolverine-ის ბანალს, 2 შეტევა. შემდეგ ამითი მე დავაქეიოებ ხელიდან გუნდს. და შემდეგ მე მაქვს 3 ფული. შემიძლია ახლა არაფერი ვიყიდო, რასაც ვერ ვიყიდი. და ეს იქნება 6-8 შეტევის მოსვლად 10 შეტევა. რატო? იმიტომ რომ ამას აქვს if you don't recruit any heroes this turn you get +2 შეტევა. ამიტომაც მე მაქვს 10 შეტევა. რა ვიცი, შეგიძლია ეს მოკლა და მე ხელაზე წადო. იმიტომ რომ ამას fight or fail არ აქვს. ამას მოკლავ. რატო? ეკვალ შეგიძლია ეს. ამას მოკლავ, იმიტომ რომ მაგით ნახოთ აგე ჯერ 3-5 დაგჭა. არაფერი. არაფერი. აი ავისილეთ. კი ბატონო, ესეც მოგდა. Fights any henchman villain from any player's victory pile enters the city. ჩემ გაშენ მოვიყვანო, შენ გაშენ მოვიყვანო. ჩემ გაშენ მოვიყვანო, მოდი. დუმბოტი მყავს. ფალანქსი არ ჯობია? ჰა? დუმბოტი ძალიან რენდომზე გვაგდებიოს კარტებს. მაშინ ფალანგში მოვიყვანო. მე მგონი ჯობია ფალანგში შემოყვანო. აი, კარტი არაფერი არ გიყიდია, ხო? არა. ხო, კი ბატონო. შემდეგ შემოდის ისევ ფალანგში. ეს ავიღე. მე მაქვს 1 შეტევა და 5 რეკრუტი. 5 რეკრუტად შევიძენ წითელ ბარათს. და ვერავის ვერ მოკლავ, ჩემს მომორჩა. შემდეგი შემოდის bystander, რომელიც დაიჭირა ფალანგს. მე ავიღებ კარტს. და მე მაქვს 4 ფული და 2 შეტევა. მე ავიღებ იმ ყვითელ ბარათს. მორჩა შემისვლა. შემდეგი ვილენი შემოდის Stun Twist-ი. ალბათ ეს შემოვა აქ. კარგი, ესე იგი მე მაქვს შემდეგი ბარათები ხელში. ავიღებ ბარათს, შეგვიძლია დავაქეიო ხელიდან discard ფაილიდან, დავაქეიო აგერ ამ ბარათს და მე ამ ხალკით ამ გუნდს გავუშვებ undercover-ში. ვითამაშებ აგერ ამ ბარათს, ესა 2 რეკრუტი, ესა 4 რეკრუტი სულ. ვითამაშებ ამ ბარათს, რომელიც მეუბნება რომ 3 შეტევაა და ზედა 3 ბარათს შემიძლია ნახოთ ერთ-ერთი გავუშვა undercover-შიო. შემდეგ შვებით იმას ვთამაშობთ ამ 2 რეკრუტს, ეს არის 2-6 რეკრუტი მაქვს და 3 შეტევა. 3 შეტევით მოკლავ რა თქმა უნდა ფალანგს. ეკვალათ გამოვლენილი მაქვს, ამიტომ სამშვები. ეს bystander მეუბნება რომ ზედა 3 ბარათს ნახე და შეგიძლია 3 ფას დაკლებით შეიძინო ერთ-ერთი მათგანიო, დანარჩენი დააბრუნო უკანო. არა, 3 ნაკლებ რომელიც შეგიძლია აიღო ფასოთო. ნახოთ 3-იანი, 7-იანი, 3-იანი. ავიღებ ამ 3-ას, მორჩა ამითი და მქონდა 6 რეკრუტი. 6 რეკრუტად შევიძენ ამ წითელს და ჩემს ამით დასრულდება. შემოვიდა ეს ლურჯი ბარათი და აქედან შემოვიდა Jigsaw 19 Ambush put the top card of the hero deck into the escape pile. კი ბატონო. შემდეგ პლუს 1 თითო bystander რომელიც მას ყავსო. არა ყავს bystander-ი. მე მყავს Wolverine, რომელიც ამაღებინებს ერთ ბარათს. შემდეგ მე მყავს Wolverine, რომელიც ამაღებინებს ერთ ბარათს და კიდე არის მაგიური შეტევა. შემდეგ მე მყავს Doomblast-ი და დადგან Cyber Mode მაქვს ლურჯი, 3 შეტევაა, ან 5 შეტევა და 8 შეტევა. და კიდე 1, 2, 3, 5 ფული. ამას მოკლავ. კი ბატონო, ეგ ბარათი გაქვს გამოვლენილი? არა. მაშინ დააქევე ბარათი, რომელსაც დაწვა ხატია. შემდეგ შემოდის Doombot-ი. მე მაქვს 3 შეტევა და 4 რეკრუტი, Doombot-ს მოკლავ. 4 რეკრუტად შევიძენ აი ამ ბარათს, ზედავე ბარათს ვნახავ, ერთი ვნახე და მეორესაც ვნახავ პრინციპში. დავაქეიო აგერ ამას და ჩემს გამორჩა. ბოდიში სახარ
არის, ეს შემოდის, შემდეგი ისევ დუმბოტი. მე მაქვს კარტი მაქვს და 3 ფული და პოტენციურად 6 შეტევა. ან 4. საფულად მე მაინც ვერაფერს ვერ ვიყიდი. სადმე მწვანეზე აქვს if jigsaw has no bystanders he re-enters. თუ ამას მოკლავ, წამრად იქ თუ არ არის, მაშინ არ ფეხდება. არ არის. შეგიძლიათ მოკლავ მაშინ არის. Jigsaw-ს მოკლავ მაშინ. ბატონო. KO one of your heroes, просто. ერთი გვინი და KO. No problem. კარგი, შემოდის ფალანქსი. ვერავის ვეყიდულობდი, ხო? არა, არ ვიყიდე. თორე ისე ვერ მოკლავდი. ოკეი. Draw card-ი და შეგიძლია ერთი კარტი დავაქეო პროგრამას. მე ვითამაშებ ამ ბარათს, რომელსაც არ გავაქტიურებ. ანახავაში მე გავუშვათ არავის არ უშვათ ანახავაში. ესა ორი რეკრუტი, მე ეს მეუნება რომ ორი შეტევა და თუ კარტი არის ამ სიტუაციაზე კიდევ ორი შეტევა და ესა 4 შეტევა. შემდეგ ეს მეუნება რომ ეს არის 3 შეტევა უბრალოდ, ანუ 7 შეტევა. ეს არის 11 შეტევა და ზედა 200 ნახვა შემილია ვილენების და როგორც მე ესე დავდო. Skim twist-ი და ეს იყოს. შემდეგ და ეს შემილია რომ Fated Future გავაკეთოთ ამის ქვეშ დავდო, შესაბამისად ამას ამოვდო, ეს არის სულ 11 შეტევა, ანუ და კიდე ორი რეკრუტი. You may send these cards that come from your hand or discard pile undercover. If you do, plus ერთი რეკრუტი. კაი, გავუშვებ ამას, ესე იგი 3-5 რეკრუტი გამომივა, ეს გავუშვი undercover-ში და ერთი კარტი შემილია discard pile-დან გავუშვა კიდე და ესეც გავუშვებ, ამასაც გავუშვებ undercover-ში. 5 რეკრუტად შევიძენ ამ 4-იანს. და 11 შეტევა გამომივიდა, 11 შეტევით შემილია ყველაფერი რო თორს დავახარჯო არ მინდა. ამიტომ მოდი ფალანგს მოკლავ. ეკვადრატი მაქვს, ამიტომ არავის არ დავაქეიოებ. და მე თორს მოკლავ ერთ-ერთს, ესაა 3-8. პლუს 2-ია, ანუ თორი მოკვდა. ფაიცე შემილია 5 ღირებულებიანი, ბარათი დისკად ფაილა დავდო ჩემი დექის ქვემოთ. 5 ან მეტიო, ხო? აგერ დავდო ეს ისედაც დექის ქვევით. ამის ქვით ერთ რამე. So, ჩემი მორჩა. შემოვიდა Hulk-ი, Rage Incarnate და აქ შემოდის Heimdall 1.19, 1 euro inch weapon-ი აქვს, Ambush-ზე, Capture the Bystander და Fight or Fail. თუ Bridge-ზე იქნება, Bridge-ის არეალი იქნება და Heimdall-ის euro inch weapon-იდან ამოვა ვილენი, ეს ვილენი შემოდის Bridge-ში. მე ვითამაშებ 1 შეტევა 2 შეტევა და 3 შეტევა და ვუნდი უნდა აიღო. ვუნდი უნდა აიღო. ხო, გავი. და ეს არის 7 შეტევა, იმიტომ რომ 1 ემატება და 5 ფული. ანუ ეგ არის 7 შეტევა და 5 ფული. 7 შეტევა შემილია მოკლა თორი. ან ვეცადო იმის მოკლას, რომ ორივეს ცდელობა უნდა. ერთსაც და მეორესაც. და ეს Bridge-ის არეალია და აქ ვილენი თუ ამოვიდა, შემოიყვანს იქაც ვილენს. ჯერ დუმბოტი რომ მოკლა? იმიტომ რომ 7 შეტევა თუ აქვს, დუმბოტს თუ მოკლავ და მე ეს მოკლა? კი ბატონო. დუმბოტს კლავ. და ვუნც დავაქეიოებ. ეს წავიდა 3. აქ ჩა 4. იმას ვეცდები რომ მოკლა. ემდა. Skim twist-ია. საერთოდ Heimdall-იც მოკდა. Fight-ზე ხო, არაფერი. Weapon-ით ეს არაფერი, всё. მოკდა. კიდევ რა ეს? 5 ფულად მოდი მე ვიყიდი ეს არის რომ Undercover-ში უნდა კონდეს ვუნდები. ყავს Undercover-ში ვუნდები? 2. კაი ეს ჩემთვის. და ამას თავზე ვიდებ. კი ბატონო. შემოვიდა Spider Silk Webbing-ი, 3 რეკრუტი აქვს და next recruit ხო, ეს მიდის ზევით. კი ბატონო. აქ შემოდის Skim Twist-ი, რომელიც მოდის აქ და ახლა მე მგონი დროა რომ ესენი ყველა გავუშვათ სახში რა. კი ბატონო. რო ძალიან გაძვირდება ისედაც გაძვირებულია ცხოვრება. ხო, მაგრამ ცუდა დაგვაქვს. ყველა ბრათი წავა თან. კი, თუ ცუდი ბარათებია თან, მაგრამ უნდა მოუჩქაროთ, უნდა გადაუვაროთ ახლა ამას თორე მოიგებენ. 5 Skim Twist-ია. River-ში და ესენი ყველა წავიდა KO-ში. სულ უნდა 3 Skim Twist, მეტი კი არა. ვიცი. და უჩქაროთ.
კარგი. მე მაქვს Cyber Mode 1 მაქვს დეკლარაცია და 3 რეკრუტი ეგ. შემდეგ მაქვს ლურჯი ბარათის მაქვს იქეთ ეს არის 3 შეტევა, იმიტომ რომ Cyber Mode ლურჯი არის 3 შეტევა, 3 რეკრუტი 3 შეტევა. მერე ეს არის 4 შეტევა და ზედაურ ბარათს შემიძლია ვნახო. ორი ფალანქსია. შემდეგ ეს არის 2 შეტევა და ამ სვლაზე მოიცადეთ წამით. ამას ვითამაშებ ჯერ ესა 2 რეკრუტი და მე ვითამაშებ ამას ესა 2 შეტევა და ესა 2 რეკრუტი და მე ვუნება რომ ყვითელ ბარათზე შეგიძლია აიღო ბარათი შენი დასტის ქვედა ქვევიდანო, ავიღე ბარათი ქვევიდან. კიდე 2 რეკრუტი, ანუ სულ გამომივიდა 7 რეკრუტი. 3, 7, 9 შეტევა და პლუს 11 პლუს 2 შეტევა კიდე 13 შეტევა, იმიტომ რომ ბარათი ავიღე. 13 შეტევით იმას აქვს 8 პლუს 5 ხო ასეა? ანუ 13. რატო აქვს 8 პლუს 5? იმიტომ რომ 2 წითელი ბარათი არის, იქ Cyber Mode 2 წითელზე პლუს 5-ია, 8 პლუს 5 13-ია. კი ბატონო. მოგარ. Всё. John Herodi მოკდა. Fights a KO 2 of your heroes. აუ, ძალიან ცუდი. არა უშავს. ვიზამთ. კაი, მერე შემოვიდა ეს გახლავთ Fear Master-ი, რომელსაც აქვს Fear Master get +1 for each grey hero you have. ეს კაია, ჩემთვის, იმიტომ რომ ვაფშე არ აქვს grey hero და ჩენდი. ან grey hero ხელში რამდენიც ყავს? ახლა. მოკლედ 2 გვინდა დავაქეიო. 2 გვინდა დავაქეიო. ვაჰ, ძალიან ცუდი. აი, ალბათ ეს დავაქეიოთ. და ვიცი, ალბათ ეს დავაქეიოთ. მანე შენთვის ცუდი იყო. რა ვქო. ესენი წავიდა, 7 რეკრუტი მქონდა სამაგიეროდ. 7 რეკრუტად მე შევიძენ შავი ბარათი მჭირდება, ეს ერთი. 3-იანი. და 7 თუ გაქვს კიდევ 2 შავიც შეგიძლია იყოს და შეტევიანი. მოდი ამას ვიყეთი 4-ია. კი ბატონო, ჩემისმა მორჩა, შემოვიდა ფალანქსი. კარგი, მე ვიზამ რაღაცა ძალიან ცუდს. მე ვაქვს 4 ორტენა გადაჭიხე შენ? კი. ანუ უნდა აღარ გაქვს ხო? აი. კაი, მე მაქვს 4 შეტევა და უნდა ვიდეთ ორივე. და მე მაქვს ეს არის 6 შეტევა, იმიტომ რომ 2 უნდა მაქვს. შემდეგ ეს არის 3 შეტევა, იმიტომ რომ უნდა მაქვს, ანუ ეგ არის 9 შეტევა. შემდეგ მე ვთამაშობ Death Beyond Death და ეგ არის 11 შეტევა. თუ არა, 12 შეტევა და შემიძლია ქანჩმე დავაქეიო და იყოს 14 შეტევა, მაგრამ მაგას გადავწყვიტე ბოლოს. ეს არის 14 შეტევა. ეს არის 15 შეტევა და 3 ფული. 15 შეტევა და შემიძლია იყო პლუს 4 და 9, მაგერ 19. მოდი ჯერ მე მოკლავ აი იმას. და მაგი დამაქეიოებინებს ამას. შემდეგ დამჭა 12 შეტევა და მოკლავ ამას. კი ბატონო, 7 ჯედება მაგას უბრალოდ იმიტომ რომ grey hero აღარ გაჩენილი. Fights each other player discards 2 grey heroes. Grey hero ერთი მოწარჩენი ხელში და ისიც დავადეს კარგი არის. კი ბატონო, ეს წამოვიდა შენთან. შემდეგ აიჩეხა, ადაპტი მოხდა და ისევ ავატარი დარჩა. ავატარს აქვს არც არაფერი არ აქვს 10-20 უბრალოდ. ორ წავი ეს ხო იყო 7, მე მქონდა რამდენი 15. მორჩები და ამას მოკლავ. კი ბატონო, პლუს 1 აქვს, თორი მოკვდა. ეს წავიდა. და მოვჩი. კი ბატონო. ფალანქს შემოდის, ეს არის 4 რეკრუტი, ეს უნდა მიდის undercover-ში. draw card-ი. შემიძლია დავაქეიო ბარათს და დავაქეიო ბარათს. შემდეგ 1 რეკრუტი კიდევ, ანუ 5 რეკრუტი სულ. 8 რეკრუტი. ეს არის
3 შეტევა და 8 რეკრუტი. 3 შეტევად მოკლა ფალანგს, დექორატი მაქვს და ვარივიალებ. იყოს ეს 5-იანი და იყოს ეს 3-იანი. შევისვა მორჩა, შემოდის master strike-ი. Master strike-ზე ხდება შემდეგი. Put the two highest cost heroes from the HQ in the escape file, 6-იანი და 6-იანი წავიდა. ახლა უკვე ტეკვარატიც არის შიგნით. ტექვის ჭიდავა არ მაქვს მაგრამ შევიდა. Cyberbot ლურჯზე, ლურჯი მე მგონი ჯერ კიდე არ არის. ის მე გენზულ და მე ადაპტირდება. Dodge და Tiger Wild General of Alchemax Elite, Cyberbot წვინწვანეზე Tiger Wild gets +1 attack for each წვანვერათი in the escape file. ნული არ არის? ნული. ბატონო, გაქვს. ჩემს პლანში. მე სამწუხაროდ მაქვს მხოლოდ 3 შეტევა და 1 2 3 4 5 ფული. რომელსაც მე ვიყიდი იმას. ორჩი. კი ბატონო, შემდეგ შემოდის Skim Twist-ი, რომელიც შემოდის აი აქ. კაი. მოგეთ 3 რეკორდი, 3 შეტევა, 7 შეტევა. და ეს არის 11 შეტევა და 1 რეკორდი. შეგვიძლია მოკლათ ეს. მოკალი. Fights send the hero from the escape file undercover then adept. აქედან შემიძლია გავუშვა undercover-ში. აქედან გავუშვა ტექნოლოგია undercover-ში. და რეკორდი დამჭა 3-ად შევიძენ, 2-იან შევიძენ და მოვჭით. კარგი, შემოვიდა Cybernostra, Cyberbot ტეკვარაცა, ტექი კაკას ამოვიღეთ ახლა. შესაძლოა დავაფერი არ აქვს ემბუშზე, ზედაბარას უშვებს კეიპაიში და ახლა ლურჯი ბარათი არის იქ. აი. მე აქვს 3 შეტევა. და დრო კარდი მაქვს და ეგ არის 5 შეტევა. 5 შეტევა, 6 შეტევა და 4 ფული. მე 4 ფულად ვიყიდი აი ამას და მოვკლავ იმას. ტეკვარატი არ აქვს. სადაც ფიცახდება. დუმბოტი შემოდის. წითელი ბარათი მაქვს, შესაბამისად 1 შეტევა და დრო კარდი. საერთოდ წითელი აქვს. მე ეს არის 2 რეკორდი, გუნდი არ აქვს რომ გავუშვა undercover-ში, მაგრამ ეს არის 2 შეტევა და წვანებარაც კიდევ 2 შეტევა, ანუ 4 შეტევა, 5 შეტევა გამოვიდა სულ. ეს არის 3 რეკორდი და დრო კარდი. ეს კიდე 2 რეკორდია. ეს 5 რეკორდია, 7 რეკორდი, 8 რეკორდი, 10 რეკორდი და ეს მეუბნება კიდე 3 შეტევას. ესე იგი 1 პლუს 5, ანუ 5, 8 შეტევა და ძალიან ბევრი რეკორდი. 8 შეტევით შემიძლია მოკლა დუმბოტი და 8 რეკორდით დუმბოტს მოკლა ჯერ და 5-ის დავაქეიოებ და მე მაგალითად მოკლა ეს მოდი აგერ ამას დავაქეიოებ და მე ვიყიდი ამას 4-ად. ეს აქ მოდის და ვიყიდი ამას 3-ად. შემოვიდა bystander, რომელიც დაიჭირა ავატარმა. მე ავიღებ ბარათს, ვითამაშებ ამას. ეს არის 6 შეტევა და ორივე უნდა ვიღებთ. მეც. შემდეგ მე ვითამაშებ ამას. და ეგ არის 6+9 შეტევა და მოდი ამას დავაქეიოებ და მოდი იყოს 11 შეტევა ამის არის გავყენებით და 11+3 არის 14 და 14 შეტევით მოვკლავ ამას. კი ბატონო. ფაიცი აქვს რა? Each other player puts a non-grey hero from their hand or discard pile into the escape pile. Cyber mode არ აქვს, პირდაპირ მაგას ეწერია? ანუ escape pile-ში უნდა ჩავდოთ? ხო, უნდა ჩავდოთ. აი. So? კი ბატონო.
მოკლედ, ლეგენდარი 2019 ამითი მომწურეთ. ორივე mastermind-ის ჯგუფი დამარცხებულია. Alchemaxis კორპორაცია თავისი ენფორსერებით და ადმინისტრაციითაც მოძირკულია, Sinister-Six-ის მიყოლებულია ზედ. ეხლა უბრალოდ კულებს დავითვლით და დაგებრუნდებით ცოტა ხანში.